თბილისის მერიასთან არსებულ თბილისის განვითარების ფონდში გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას თბილისის მერის არქიტექტურის სამსახურის, თბილისის განვითარების ფონდის, თბილისის ამქარის წარმომადგენლები, არქიტექტორები და ხელოვნებათმცოდნეები დაესწრნენ. არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლებმა დამსწრეთა შეანიშნა, რომლის მიხედვითაც რეაბილიტაციის პროცესში პროფესიონალი რესტავრატორები უნდა ჩაერთონ და აკმაყოფილეს, თუმცა დამსწრეთა ნაწილის განცხადებით მათ შენიშვნები კიდევ აქვთ. არსებული გეგმის მიხედვით გუდიაშვილის მოედანზე რამდენიმე ისტორიული ნაგებობის რეაბილიტაცია 2 წელიწადში დასრულდება. თბილისის განვითარების ფონდი იწყებს გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციას. დღეს გვექნება 3 კონკრეტული სახლის პროექტის პრეზენტაცია. თითოეული მათგანი არის გაკეთებული, გათვალისწინებული არის აბსოლუტურად ძველი დოკუმენტებით და ძველი ფოტომასალის მიხედვით არის გაკეთებული და მე დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი მიიღებს კიდევ ერთ ლამაზ, ძალიან ლამაზ კარგად. ეს პროექტი შედგა ძველი ქალაქის განვითარების ფონდის ფარგლებში, რომელიც გადაწყვიტა მერიამ გააკეთოს ეს გუდიაშვილის მოედანი, რადგან ძიმე ავარიული მდგომარეობა ამ სახლების, ისე რომ თავის თავზე აიღო ამ სახლების რესტავრაცია, რეაბილიტაცია. პროექტირების პირველივე ეტაპს იწყებს რესტავრატორი და სხვა საქმეა ის, რომ როდესაც საწარმოო სამუშაოები იწყება, იქ შეიძლება ახალი რეალობა გამოჩნდეს და პროექტი შეიცვალოს. ჩვენ ვითხოვთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე დაგვიანებულია, მოხდეს იმის შესაძლებლობა, რომ მოიწვიონ კვალიფიციური რესტავრატორი, რომელიც იქნება არა კონსულტანტი ამ პროექტის, არამედ წამყვანი ძალა,